მოგესალმებით მეგობრებო, ლექსუსი ყავს, განახებთ, ანუ არის შეღებილი, განახებთ მოკლედ. ეს იდეალური იდო ლექსუსი ყავს, მოკლედ. შეღებილებსაც განახებთ, რა აქვს შეღებილი, ეს იდეალური მანქანა, სუფთა მანქანაა. так, გავიაროთ ახლა მოკლედ რა აქვს გაკეთებული. წინა და უკანა მომბედი შეღებეს, ანუ მანქანა შეიღება. მე გადავიდა პოლირებაზე, იქიდან გამომდინარე რაღაც ცხიმები გამოვიდა, დააწერტვიან რაღაცა ესეთ კრატარებს და ჭურებს რო ეძახიან, ეს ჭურებში იყო მანქანა. იქიდან გამომდინარე, მოკლედ პოლირებაზე შეიყვანეს, თუ პოლირებამ არ უშველა, ღრმა ჭურები იყო და მოკლედ გახდა მანქანა მთლიანად გადასაღები. მოგმართეს ჩვენ, მოვიდნენ ჩვენამდე. აი ახლა ვიწყოთ ჩვენს ამ ყველაფრის დამუშავებას, გაკეთებას. აღდგენას, რომ მაქსიმალურად დროში ჩავეტიოთ, მაქსიმალურად უნდა გამოვიდეს რა თქმა უნდა კარგად, იდეალურად და ეხლა განახეთ მოკლედ რა გვაქვს ძირითადად გამოსასწორებელი ამ მანქანაზე. ანუ ესე ხედავთ ვიდეოთ ქვემოდან, არ ვიცი, სავარაუდოდ რაღაც ესეთი თემა გეტყობა, რუჩკა არ აქვს მონახსნელი, მაგრამ რუჩკა რო აქონოდა მონახსნელი, აქ ლაკი არ მოხდებოდა. ნუ აი აქ ასე რომ ვთქვათ, პრაიობი აქვს, ანუ გამოტოვებული აქვს მან ცოტა უხეშად. რაც შეეხება აქ ჯიგარს კანტის მოხსნა ეტყობა, იარა და დაეზარა და შეფუთეს აი ესე და შეღებეს მხოლოდ გარები და ეს კანტი დატოვეს, არ ვიცი. ეტყობა შედიოდა ამ კეთების თანხაში, აზრი არა ვარ, მაგრამ დატოვეს ეს. აი ეს კანტი შეღებილი აქვს, როგორც ხედავთ, ჯიგარს, აი ესე მე აქედან კერხერს მიასხა და მე აყვება ეს გემრიელი დასხმული ლაკით. როგორი მაგას შეღებილი საუნა იყოს. და აქაც ანალოგიური თემაა, აი როგორც ხედავთ, ლაკი აკლია. მოკლედ ბევრი ისეთი წვრილმანი დეფექტები აქვს რა გვერდებზე, აი ამეებშიც რა. აი ეგეთი პრობლემები აქვს, რაც გვაქვს ძირითადად გამოსასწორებელი. აი აქ ეს კაპოტი სავარაუდოდ კი რა ეთყოს ზედია შეღებილი, აი ამ დახრას ვერანაირად ვერ იზავ აქედან, იმიტომ რომ ლაბაული უშლის აი ესე ხელს და მაგიტომ უწევს ხოლმე ამ კაპოტის მოხსნა, რომ სუფთად გამოვიდეს შიგნიდან გარედანაც და აი როგორც ხედავთ, აი ახლა აი გარშემო ხორკუშები რო არის, აი ეს რატორებით მისხმული და დაუფარებელი, ეს პრობლემა რო არ ქონდეს რა. ახლა გადავიდეთ საბარგულზეც. ნუ მოკლედ სულ ესეთ პატარა პრობლემებშია რა. აქ საბარგულზეც რა ხდება, კაროჩე, აქ ბავშვის აშინელება, იქიდან გამომდინარე რა. პატრონისთვის რო აეხსნა დარწმუნებული ვარ, რომ თვითონაც უარს არ იტყო და ამის მოხსნაში და მე ხელა ახლა გაკრაში. აი ვოლ ნახე რა გაკეთებული გარში. ანუ არ მოუხსნით ეს ასოები ზედოში შეფუთეს ჯიგრებმა და ეგრევე გადაასხეს რავი და აი ესეთი თემაა დარჩენილი აქ, რომელიც ახლა ეს არის გასასუფთავებელი, გასასწორებელი და რავი ფაქტიურად მანქანა იყო ფინიშამდე მისულა იდეალურად იყო გაკეთებული. იყო მხოლოდ წვრილმანები იყო დარჩენილი, როგორც ახლა კაპოტზე განახეთ, როგორც ამ საბარგულზე განახეთ, როგორც იმ კარებებზე განახეთ. როგორც ახლა აი გადავალთ აი აქ ბამპერზესაც აი ეს როგორც ხედავთ, აქეთ ამ მხარეს ლაკი არ აქვს დასხმული, აი ეს აი წერტილებით არის მტრიანად, რაც მოხდა რა ვიცი, აი ესე რა ესეა და ეს ყველაფერი უნდა და პოლირებაში გამოეყვანა, მაგრამ აი ამ ჭურებს, წერტილებს რასაც ხედავთ, ანუ ლაკმა ვერ დაფარა, ვერ შეკეტა ეს ადგილი. მე პოლირებიზოს თეთრი პასტები შეება აქ. მე პოლირებშიკებიც, რა თქმა უნდა, ყოველფეროვანი არიან. აქაც აი ეს ვიჟენია, როგორც ხედავთ, აი ესე განახეთ, აქაც აი ჯიგარს ლაკი არ აქვს დასხმული, აი ესია მოკლედ. აქაც ესია, ხედავთ როგორ არის. რა ვიცი, ძალიან ცუდი გაკეთებულია, შეიძლება ის საერთოდ ელემენტარულები უნდა და ეს მანქანა გამოვიდო და იდეალური, რა ვიცი, ამდენი დრო, პატარა დრო არ დაუხარდიათ, არც შეფუთვაში, არც არაფერში, მაგრამ როგორც ჩანს კიდია გაკეთებულია, იქიდან გამომდინარე, რომ რაც შესაღები იყო და არ იყო ყველაფერი შეღებილია. ის ბამპერზე ვერ შეღება, სამაგერად ჯიგარს ამორტიზატორი აქვს შეღებილი, შიგნიდან დაპერეხოდებული გემრიელად. რეზინა აქვს მიღებული, რა ვიცი, იქაც წინა რეზინაა შეღებილი. მოკლედ აი გააუბედურეს მანქანა რა ფაქტიურად ეს ლაბავოიც არა მოხსნა, ეს ლაბავოიც უნდა მოიხსნას. აი ესეთი მდგომარეობა აქვს, მოკლედ ცუდი და მძიმე მდგომარეობა აქვს, რომელიც გამოტოვებული აქვს აი ესეთი ცუდი მომენტები და დეფექტები მოკლედ რა.
აი თავს ყველაფერს მე დავამუშავებ. რა თქმა უნდა, კი განახეთ რა პრობლემის ქვეშ ადგას ეს ავტომობილი. ამ ყველაფერს დავამუშავებ, გავასუფთავებ, გავაჭრიალებ. მოკლედ და შევაგდებ მე ჩვენ ჯადოსნურ ღუმელში და შევღებავთ ამ ყველაფერს და განახეთ მოკლედ საბოლოო შედეგს რა როგორც მივიღებთ. ეხლა ფაქტობრივად თქვენ ნახეთ რასთან მექნება სამუშაო, რა გაქვს, რა მაქვს, რა როგორ მაქვს გამოსაყვანი. ამ ყველაფერს დავახარისხებ, დავაკეთებ და მე ერთიანად გადავიღებ, განახებთ ამ ავტომობილის შედეგს. და რაც შეეხება წინა ბამპერზე ანალოგიური თემაა ეს ზოგიერთი გავასუფთავე. და შეიძლება ითქვას რა ნაპოხვია გაკეთებული რა, იმიტომ რომ აი ესეთი დეფექტებია გამოტოვებული, რომელიც აუცილებლად უნდა დამუშავებულიყო, რომელიც საბარგულს როგორც ახდი და ის ამარზატორი ხდება ზედ შეღებილი, ანალოგიურად ის კანტი, ის რეზინა და რავი რა, ბევრი რამე. რაც გაყიდის დროს ყოველთვის მომხმარებელი აქცევს ყურადღებას და ანალოგიურად ყიდველიც, რო გახედავენ ესე გაკეთებულს, რა თქმა უნდა, მისი ღირებულების ფასიც უარდება და მაგიტომაც ჭირდება ხო კარგად შეღება, ყოველთვის ძვირიჭდება იქიდან გამომდინარე, რომ აი ესეთი დეფექტები და ამარზატორი არ შეგიღებონ და შინდა სალონი არ შეგიღებონ და აი როგორც აქ ხედავთ ლაშუშაც როა მიღებული თავის კანტერთან ერთად, აი ესეთ შეღებილია, მოკლედ აი ეს ყველაფერი შეღებილია, რაც ამას შეღებილი იყო რა. ამ პრობლემის ქვეშ ავერიდა და გამოვიდეს იდეალურად, მაგიტაც ზღირს ცოტა ძვირი, სამაგიერთ იდეალურ შედეგს იღებთ და არაინ არ გიღებავ ზედმეტად არც იმ საქარი მინას, არც საბარგულს, არც ამორტიზატორს და რავი, ბევრი კიდე რამე რაც დაშლილია კიდე და არ ჩანს. ვერ ვიღებ თუ რა კიდე შეღებილი. მოკლედ ესე ჩემი მეგობრებო, ამ ყველაფერი დაგათვალიერებინეთ და დავიწყოთ კეთებას, შევღებავ ამ ყველაფერსაც, განახებთ მის შედეგს. აქ მოკლედ მეგობრებო, კაპოტი შემოვიტანეთ და ავამზადეთ. ესეც ბამპერი, ესეც წინა ბამპერი, კარების კანტები, ეს ყველაფერი მზათა გვაქვს. ეხლა რა თქმა უნდა ბამპერებს წებოს დავასხავ, მე უკვე საღებავს, მივყვები უკვე ეტაპობრივად. რაც შეეხება მანქანასაც ხა დაგათვალიერებინებთ. და მანქანაც აი ესე მზათა გვაქვს. მანქანა შესაფუთია. აქეთ აკვირდით ეს მოხდეთ, დავასწორეთ. ელოდება მოკლედ თავის რიგს. ნუ ისედაც რიგში დგას და თავის ნაწილები იღებება. მანქანასაც შევიყვანთ ახლა და მანქანასაც დავაბაბანებთ იმ ნაწილების მერე. ამ ყველაფერს გადავიღებ და განახეთ რა თქმა უნდა საბოლოო შედეგსაც. დავათვალიეროთ მეგობრებო ერთად. ეს მშრალია, აი ეს გამოვიდა. იდეალური მოკლედ. და მოკლედ ეხლა ამ ყველაფერს გარეთ გამოვაფენ, შემოვაგდებ მანქანას და მანქანასაც რა თქმა უნდა შევხვდავ, დავამზადებ და დავასხავ მანქანასაც. ყველაფერი გეცდება ღამე, რომელიც საათი ალბათ იქნება ეხლა პირველი ან 12, იმიტომ რომ დღის განმავლობაში ვერ კეთდება, არანაირად არ გამოდის იქიდან გამომდინარე, ყველაფერი ჰაერში შრება აქტიურად და ძალიან უშნოდ გამოდის, ლაკსაც თანაბრად იშლება და რავი, მოკლედ რა. და ეს ყველაფერი კეთდება საღამოთი, ანუ ღამე იქიდან გამომდინარე, რომ სიცხეს ავერიდოთ თავი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა არის პირველი 20 წუთი კამერაში ფაქტიურად ტემპერატურა გვაქვს 36 გრადუსი და წარმოიდგინეთ დღის განმავლობაში ღუმელში ადის 45-დან ზევით 52 და 52 გრადუსში რა ვიცი. მოკლედ ეს შემოვაგდებ ახლა მანქანას, ამ ყველაფერს გავიტან გარეთ, უკვე მშრალია, აი როგორც ხედავთ, უკვე მშრალია თითქმის. დავასწრებ 15 წუთს, ამას გავაგდებ გარეთ, შემოვაგდებ მანქანას და მანქანასაც შევღებავ და დავტოვებ. აქ შევიდეთ, დავათვალიეროთ ერთად.
იდეალური გამოვიდა, აღარ გადავიღე, შეკუთვა იყო აქ ისეთი ძირითადი არაფერი არ იყო. დავასხით ორჯერ სველი, შავი ღამის ალბათ არ ეკითხეთ უბრალოდ რომელია. 3.5-ია, 3 კი არა, 4.5-ია სწორედ. და ესე დავასრულეთ. ჩვენი ლექსუსი აიწყობა და აიზმორება, რა თქმა უნდა და გავა ჩვენი სერვისიდან. ნუ ძირითადად პოლირებაზეა მოსული ეს მანქანა. პოლირება ჩაუტარდება ქითვენდასთან ერთად, რა თქმა უნდა და ისე ჩავაბაროთ მერე თავის ფლობებს. აი ეს მეგობრებო, ვისაც მოგეწონა და ლაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. მოკლედ მომავალ შეხვედრამდე. I'm the stiff and I do get nicer. Up the pussy when we in the same party. What? We can do this. Hey yo, 808 vibes, what's up?